Ურთებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან. საქართველოში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული დაიწყო. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკების რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და საზოგადოებაში იმ ცვლილებების დანერგვას, რომლითაც პრეპარატის გამოყენება მხოლოდ საჭიროების და ექიმის დანიშნულებით მოხდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები და აქტიური კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან. ანტიბიოტიკების გამოყენებასა და მის შესაძლო საფრთხეებზე ჯანდაცვის მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ისაუბრა. ჩემი უმორჩილესი სათხოვარი და ცალსახა კატეგორიული მოწოდება იქნება, რომ თვითნებურად მიიღებენ ანტიბიოტიკს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი. მას აქვს კვლელის ფუნქცია, რომელსაც უნდა ქონდეს ბრძანება, ვინ მოკლას და ვინ არა. რაც შეეხება ექიმებს, ასევე უმორჩილესი სათხოვარი მექნება ჩვენი კოლეგებისადმი, რომ ჩვენ ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ ანტიბიოტიკების არამიზნობრივ დანიშნულებას. მიღებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგია, ასევე ძალიან ბევრ ქვეყნებს აქვთ სამოქმედო გეგმები, მათ შორის საქართველოში შემუშავებულია და სლოგანია, რომ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები ფრთხილად. ამიტომ ამ კვირის განმავლობაში, რაც მეც ვისაუბრებთ ტელევიზიებში, მასმედიის საშუალებებში, ანტიბიოტიკების ხმარების შესახებ, მათი რაციონალური გამოყენების შესახებ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.